გენაცვალეთ თქვენა, როგორ ხართ, თამარ ახადება მაქეთ. მოგესალმებით, ჩემო კეთილებო და კარგებო. ხომ ხართ გადასარევად. დღევანდელი ჩვენი მისალების სპონსორია სიფთაზურაი ბუტკა მასკვიჩი. რამე იგეთი თუ გადასატანი, ნუ ეხლა რაც ტაჩკაზე არეტევა რა, დაურეკეთ ზურაი. მაგის ტელეფონის ნომერი ღობეზე აწერია, კრუბთან აცხოვრებს. ანა დაუძახეთ, შინ იქნება, რავი, თუ არა და რავი, როგორც არის. დავიწყვა რეგიონალურების მოხილო თუ დაიწყებ. მიდი, კაცო, შენ დაიწყე, მე ისედაც აქ ვიწევს ყოფნა შაფათქვირაობით. ხო იცი ეგრება, ვიცი შენა? რა? მიხოდა მარო კომედია არხიდან და ისევ რუსთავი ორზე ბრუნდება, მაშა? და რას მელაბარაკები, მეჯო, მართლა? დედა ასე თუ რამე გამეხარდებოდა, მე არ მეგონა შემოძამია. დაიცა, კაცო, რა სიძახი, კაცო, ხო იცოდი, რა შეიცხადი, არ გითხარი. მეჯო, მასადე შეოჯახაშენებულ ვამძაფრე პატარა მოვლენებს მედია ფსიქოლოგიისაზე არა ხარ მოკლედ შენ და მან. არა გამძაფრებაოდა, ვიო. თურქულ სერიალზე იქერე ვლაპარაკო, მიხოდა მარუა. აი ხოდა მოკლედ არა, ყოველ შაბათ-კვირას საღამოს 10 საათზე 9 საათიანი კურიერი შემდეგა ისევ რუსთავი 2-ზე 16-ში დაიწყება, მაშა მიდი ეხლა დღეასაკინა გადადი მაგიდან სოტრინო. ყველაზე მაგარი ამბავი რაც იყო, კეთხვი ძაბიადა. კაი ბატონო, დავიწყებ სპორტული ამბების მიმოხილვით. მიდით კაცი. ჩვენი სპორტული მიმოხილვის სპონსორია ანზორას მსხლის არაყი. ანზორას არაყი გამბედაობა იმატებს ყოველ ჭიქაში. რეკე გაგაძოძგინებს. ჩვენი სოფლის სპორტულმა მიღწევებმა სოფლიო გააოცა. მაგალითად, ჩვენ სოფელსა ერთი წყალში მხტომენიც არ ახდენს. გასაოცარია არის იგაც. სამაგიეროდ გეიმართა ჩემპიონატი დოინჯით გვერდზე ხტომაში. სადაც გეიმარჯვა ელდარია ნამორაძე. ეგრა, ნამორაძე ელდარა, რა ვიავა. ეგ რომელია იცი? რომელი? შარშარო გეიმართა შეჯიბრი შორმანძილზე სირვილში. რაიონული ტურნირი რო იყო. და გამარჯვებულ საბინღერო ვერ მოულობდნენ, ისოშორს რო გეიქცა. იქ არის. გამახსენდა, მაშინ მე გავაგრძელე. ამიერ კრავკრავსი ჩემპიონატიდანა ბადროს მტყორცნელი ბიჭები ჩვენ სოფელში ბედნიერები დაბრუნდნენ. საპრიზო ადგილები აუღიათ. აი ერთია რომ ბადრიკ რაძაშვილი იტკიებს ცოტა თავსა. ხელი დროზე ვერ გაუშვია აი ბადროს თვითონ და იტყობა საყირავ და გააკეთა ყურყუმალა. დედა საწყარს. ვაგრძელებ. კარატეში გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი, სადაც ჩვენი სოფლის წარმომადგენელმა ვატია ნამორაძემ უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა ჩინელი სპორტსმენი. ბოდიში ახლა მათყობინομαι რომ სტარი ინფორმაცია მქონია, ვატიას ლაფათქით უცემია ჩინელი მუშა, რომელიც რიკოტზე ბეტონზე მუშაობდა. აჰა, კი ბატონო. ნუ ყოველ შემთხვევაში გამარჯვებულები ვარ. ეს დამორაძე, ყოჩა. მოკლედ ახალხო ფიზიკში ჩატარდა კრივი ფინალი. გაიმარჯვა გუჯაიბიჭმა. რომელმაც ბრძოლის შემდეგ მეტოქი დაასწრო და პირველმა აწეინამ საცხელია. კაი უქნია, აბა ისეთები იყვენ ორივე ნაჟეჟი, სახეზე ვეღარ ცნობდა მსაჯი ვერსებს, რომელი იყო. და ბოლოსა ტრუსიკის ფერითღა ამარჩიეს. გაარჩიეს. პირველად მეიხსნა ჰუსეინ ბოლტის რეკორდი სირბილში. გულოცავ თავღია გოგიას, ვინც კიდევ კარგი ნაგაშიძეების ძაღლი გამეეკიდა თუ არა, რას მოხსნი და მარეკორდს მე ვინახავდი აქ. აი დიდი ძაღლია რა. ოი ტერსეცა ქვია. სოფელ ყიტააში ჩატარდა ჩემპიონატი ჩოგბურთში. სადაც პირველ ადგილზე გასულსა გადაეცვა მცხვარი და 20-იანი, მეორე ადგილზე გასულსა ციკანი და 10-იანი, ხოლო მესამე ადგილზე გასულსა პატარა წიწილა და ჩეკუშკა. ჩატარდა ჯოტია. არა, მესამე ადგილზე. სამე იზდება იზიზილაზე ვაცალე. ჩატარდა ჯოტია ცავას სახელობის ტურნირი ქვის სროლაში. ფინალში ჯანდაცვა. ფინალი ანზორასა და ჯემალის შორის გაიმართა და დამთავრდა ფრედ ხაგაბეილი.
ოლიმპიადაზე კასპერ მშვილდოსნებსა დიდი წარმატება ელოდებათ. აცხადებს რობი გუდავალიკო. მეორე შვირის გამგეობამ სოფლის წყალბურთელები დააჯარიმა. მეორე შვირი ხო? მირონიერა და მეორე. რომანა ცხოვრობს, რომანა ჩვენი, დააჯარიმა გამგეობამ წყალბურთელები. რათო? აცადეთ ნახირიდან დაბრუნებულ ძროხებს წყლის დალევა და მერე ჩახდეთ მაგდაბაში და იწყალბურთავეთაო. ეს საგაიმართება მატჩი ფოთის კოლხეთსა და დუშეთის არაგვს შორისა. დღეს გაიკვეა ფოთის კეფარი ჯობია თუ არაგვის კალმახი, არავინ. შენ ვისკენ ხარ თუ? გეტყვი? საიდუმლო არა. გეტყვი მემრე მიკერძოებაში რა ჩამემეთვალო ეხლა მერე გეტყვი საზოგადოება ვარჩარი საცხელო ამბავი გურჯაანის საფეხბურთო ნაკრები ვერც ამჯერად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერც ეგ და ვერც იტალია დათარსულები არიან იტალიელები და გურჯაანები გეუბნებ მე შენ სამაგიეროდ სამაგიეროდ ხარაგაულში დადგეს ფეხბურთელის ძეგლი წელს ქვემოთ როთა რადგან ყველა ფეხბურთელის ძეგლი თავისი ეგონოს. გასაგები. ჯუგანში უნდა ჩატარებულიყო ფეხბურთის ჩემპიონატი ქალებს შორისა, მაგრამ ჩაიშალა. დროზე ვერ შეთანხმდნენ, კაცო. ორგანიზატორები იცოდნენ, საღამოს 8-ზე დაიწყოს თამაში. ქალები ამბობდნენ, კაცო, 6 ჯობია. ჩემი ქვევრი რომ თრალი მოა საღამოთი, რო და მიმატოხელებს გამამშვებია გარე თუ არა. მოკლედ ჩაიშალა. გურიაში ჩატარდა ფეხბურთი ცოლიანებსა და უცოლოებს შორის. ენაცვალი. ცოლიანებმა კი მეიგეს, მაგრამ მაინც უცოლოები სვამდნენ. აბა იგეს ვიგაბოუშოხდა სახლით. უიმე, მაგაზე გამახსენდა დინამოს და მის ახალ მწვრთნელს კი უნდა მიულოცოთ გუშინდელი დღე. ხო, გუშინა 13 მაისი. დინამო თასები თასი აირო 45 წლის წინა აეგამდა. ეხა მე კი არ მახსოვს პატრა ბალაღი ვიყავ მაშინ, მაგრამ გადამოცემით ვიცი. ამბავი ატყდა მაშინა და როგორი ზეიმები იყო მთელ საქართველოს დუნგი დუნიაზე. შენ კი გემახსოვრება ერთი 30 წლის იქნებოდი მაშინ არა? 32. იდეგაის 9 წლის ვიყავი, თორე 30 წლის რო ყოფილიყავი. 3 თვე ყანც ვერ გამოვლიდავდა ხელიდან. ეგრეა, მათაჯორის. მაგ 13 მაისის მერია რომ ქართველებისთვის რიცხვი 13 თარცი აღარ არის, გაიგე? 13 ამბა. კი და გუშინ, სხვათა შორის რატომ იკარი პურმარილზე ხელი? რა პურმარილზე გიკარი, კაცო, შარზე ხო არა ხარ? რა და ბიჭო და დინამო პროტასების დასია იყო, იმის 45 წლის დავი რო აღვნიშნეთ, მაგაზე გეუბნები. დედა, იმდენი დავლიე, ვინ მიმიყვანა სახში, სამინომერი იყო, სრანომერი იყო, გარემარბი იყო, გეტყო, ბარო არ გახსოვში. მაქს უფრაზე თამადა მე არ ვიყავი ბიჭო. ნატყუება რაღაცა შეძამია. თუ მეიცა, კაცები. კი, კაცო, შენ იყავი, ახლა გამახსენდა ბიჭო. რო გაგვეზებოდი, დინამოს სიმღერა მიუძღვრა თქო. ხაშაბარო ვერ გამოგგლიჯე რანჭიდა. ბიჭო, მესამე სადღეძელო მქონდა ჯერა ნათქვამი და რა მომღერებდა. მე 20-ს მემრე ხო ვიმღერი, კაცო. ვიმღერე? ვიმღერე, თო. მე არ მახსოვს ამია. გინა ვიძეოგა ჩვენო? მაჩვენე ვარ. მანი ბარე მაგარ მაყურებელსაც ვუღეროთ აგერ ეს ზემოვნება. რა სიტყვი შენ გავიმეორე? არ არის პრობლემა, შუს მერე დავკრათ. შუს მერე იქნება.